მინდოდა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყავი, რიგითი ადამიანი და ეს იყო ჩემი ოცნება. ამ სიტყვებს სახსაყდრების მე-19 წელს იტყვის. გაივლის კიდევ 30 წელი და ოცნება მაინც აუსრულებელი დარჩება, რადგან მას შეიყვარებენ როგორც მამას, როგორც სულიერ მწყემს და როგორც პატრიარქს, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა შექმნა. საქართველო მიყვარხარ. უყვარდა და უყვარდათ. საპატრიარქო ტახტიდან მის სიტყვებს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. ათვლის წერტილად კი 1977 წელი იქცა. მოგმართავს ყველა დელეგატს. თქვენ ნუ მოგერიდებათ. უკეთ უკავთ თქვენ სხვა კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. წმინდა სინოდმა სხვა არინება და გადაწყვეტილებაც ერთხმად მიიღო. მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. ილია შიოლაშვილი პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ავიდა. 1977 წლის 25 დეკემბერს ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა და ახალმა პატრიარქმა მძიმე რეალობა გადაიბარა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის ხარეთ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მე თავს ვიხრის ქართველი ხალხის წინაშე. დახურვის პირას მყოფი ეკლესიები, რელიგიის პირდაპირი თუ ირიბი აკრძალვა, სასულიერო პირების მონასტრებიდან გაწევება, ლოცვის შიში, საქართველოს მართლმადიდებელი 60 ეკლესია ავტოკეფალიის გარეშე. პრობლემათა მოგვარება ეკლესიის სათავეში ჩადგომიდან პირველივე დღეს იწყება. 1978 წელს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში მოგზაურობას და ხალხთან შეხვედრებს იწყებს და ასე ერისა და ბერის დაახლოებით ახალი ეპოქაც იწყება. ჩემი ბიოგრაფია ძალიან მარტივია, ძალიან უბრალო. იტყვის ამ სიტყვებს და მაშინვე საპირისპიროს თქმის სურვილს გააჩენს. ეკლესიებში მრევლის რიცხვი კი მისი ავტორიტეტის ზრდასთან ერთად მოიმატებს. ბევრს მოყობიან ახალი თაობისადმი მის სიყვარულსა და ხელნაწერ მამაო ჩვენოზეც, რომელსაც ის ბავშვებს წირვის შემდეგ ურიგებდა. ჟამი არის გრევისა, ჟამი არის შენებისა. აი სწორედ ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენ მოვესწარით ჟამსა შენებისასა. ეკლესიისადმი დამოკიდებულების შეცვლას კომუნისტური მთავრობა წინააღმდეგობით ხდებოდა. გამოწვევას ქმნიდა ის ფაქტიც, რომ არც ერთი ქვეყანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას არ ცნობდა. თუმცა რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შემდეგ 1990 წელს ქართულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლიდან აღიარების სიგელი მიიღო. მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო და სხვამ გააკეთოს უკეთესი. ქვეყანაში ეკლესია მონასტრების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. წირვა-ლოცვას სულ უფრო მეტი სასულიერო პირი აღავლენ და მიმდინარეობდა საუკუნოვანი ტაძრების აღდგენა. იზრდებოდა ეპარქიების რაოდენობაც. 1995 წელს კი კათოლიკოს პატრიარქის კიდევ ერთი სურვილის რეალობად ქცევა დაიწყო. ელიას მთაზე სამების საკათედრო ტაძარი აშენდა. ძიმე 90-იანმა წლებმა და განსაცდელმა საზოგადოება ეკლესიასთან კიდევ უფრო დააახლოვა. კათოლიკოს პატრიარქი ყოველთვის მრევლის იმედი იყო. ასე იყო 9 აპრილსაც და 2008 წლის აგვისტოშიც, როცა ილია მეორე ცხინვალის სოფლებში ჩავიდა და საოკუპაციო ძალის წინააღმდეგობის მიუხედავად დაღუპული სამხედროების გადმოსვენება უზრუნველყო. რთულ დროს ის ხალხის გვერდით იდგა და ამ სირთულემ შემდეგ მისი ყველაზე ცნობილი გალობაც შექმნა. დავიღალე უფალო. საგალობელი მაშინ დაიწერა, როცა ქვეყანა განსაცდელში იყო. წერდა თავად და მისი გალობის სიმარტივე თუ მელოდიურობა ლოცვას გავდა. ალბათ ყოველი ადამიანის წერს სიმღერას თუ საგალობელს
იმას, რაც დიდი ხანია ჟღერს მის გონებაში, მის სულში. წერდა და ხატავდა კიდეც პატრიარქის დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. საქართველოს ყველა კუთხეს კი ახლა მისი ნათლულები აერთიანებენ. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მუდამ მფარველობდეს მათ. სიყვარულსა და სირთულეებში 48 წელმა გაიარა. 59-ს დაიწყო და კათოლიკოს პატრიარქის მუდმივა 17 მარტს 93 წლის ასაკში შეჩერდა. პატრიარქობის ნახევარმა საუკუნემ საქართველოსა თუ მსოფლიოში ეპოქალური ცვლილებები მოიცვა. ისტორიის საკუთრებად იქცა რომის პაპის იოანე პავლე მეორისა და შემდეგ პაპი ფრანცისკეს თბილისში ვიზიტიც. ისტორია ახლა უწმინდესისა და უნეტარესის გამორჩეულ ეპოქას ჩაიბარებს. ქართველებს კი მარადიულ ლოცვას და ერთ სათქმელს დაგვიტოვებს. ორი სიტყვა შემიძლია ვთქვა, გწამდეთ და გიყვარდეთ.